დიდი ბრიტანეთის არმია სამხედრო სტრატეგიის ცვლილებას გეგმავს. სტრატეგიის დასახელებაა 20-40-40. გაერთიანებული სამეფოს მიზანია თავისი სამხედროების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცვას. მოწინააღმდეგეს კი ავტონომიური სისტემებით დიდი ზიანი მიაყენოს. ახალი მიდგომა გულისხმობს კონვენციური სამხედრო საშუალებების ნაცვლად უპილოტო ავტონომიური სისტემების მასშტაბურ გამოყენებას. ბრიტანული სამხედრო ანალიტიკური ორგანიზაციების ინფორმაციით, ახალი მიდგომა ასევე გულისხმობს, რომ საბრძოლო მოქმედებებში ნაკლებად გამოიყენონ ისეთი მძიმე შეიარაღება, როგორებიცაა მაგალითად ბრიტანული ტანკი Challenger 3. ტანკები საბრძოლო მანევრებში მხოლოდ მაშინ ჩაერთვებიან, როდესაც მოწინააღმდეგის მიმართულებით დრონების 40% უკვე გამოყენებული იქნება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება დრონებით სადაზვერვო ამოცანების შესრულებასაც. დასახელება 20-40-40-იც ამას გულისხმობს. აქ იგულისხმება 20% მძიმე ტექნიკა, 40% შემტევი დრონი და 40% სადაზვერვო დრონი. როგორც ბრიტანეთის არმიაში აცხადებენ, ლონდონის თანამედროვე მიდგომებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განაპირობებს. გარდა ამისა, ბრიტანეთის არმია დიდ ფინანსურ რესურსს დებს დრონების საწინააღმდეგო სისტემების შესაქმნელად. ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ გავრცელა ვიდეო და ერთ-ერთი ასეთი თანამედროვე საშუალება საზოგადოებას წარუდგინეს. ჩემ უკან მდებარე სისტემა წარმოადგენს რადიოსიხშირული, მართვადი, ენერგეტიკული იარაღის მაგალითს. ეს კონკრეტული ნიმუში შექმნილია საცდელი და ექსპერიმენტული მიზნებისთვის. სისტემა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური რადარების სენსორული კომპლექსით, რომელიც ამჩნევს მცირე მფრინავ ობიექტებს, როგორებიცაა უპილოტო საფრენი აპარატები. ეს იარაღი ნამდვილად დიდი მნიშვნელობისაა, რადგან შეუძლია დისტანციურად დააზიანოს ელექტრომოწყობილობა. ის მკვეთრად განსხვავდება რადიოელექტრონული ბრძოლის სხვა სისტემებისგან, მაგალითად ჩასახშობი მოწყობილობებისგან. რადიოსიხშირული იარაღი უშუალოდ აღწევს სამიზნეში და წყობრიდან გამოჰყავს მისი კომპონენტები. თანამედროვე ომის წარმოება ორბიტალური თანამგზავრული სისტემების გარეშე წარმოუდგენელია. ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავდაცვითი შესაძლებლობების კოსმოსში გატანას ცდილობს. კოსმოსის ათვისებას გეგმავს დიდი ბრიტანეთის. ლონდონის კოსმოსში უკვე გაგზავნილი აქვს თანამედროვე სადაზვერვო სისტემა. ბრიტანელები ყოველდღიურად დაახლოებით 40 თანამგზავრს ისე იყენებენ, რომ ამას ხშირად ვერ აცნობიერებენ. ამასთან კოსმოსის ეკონომიკა 2030 წლისთვის დაახლოებით $1 ტრილიონ მიაღწევს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები კოსმოსში დავიცვათ. თავდაცვის კუთხით სამ რამეს ვახორციელებთ. ვიყენებთ თანამედროვე ტიპის თანამგზავრებს ხმელეთზე დაკვირვებისთვის. უზრუნველყოფთ ზუსტი ნავიგაციისა და დროის სინქრონიზაციის სერვისებს. მაგალითად, რადიოსადგურების სინქრონიზაციას, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ მაღალი სიზუსტის შეიარაღება და ასევე ვიყენებთ თანამგზავრულ კომუნიკაციებს, რათა გადაწყვეტილების მიღების უპირატესობა გქონდეს და სწრაფად ვიმოქმედოთ გლობალურ დონეზე. ბრიტანეთის არმიის დეტალური გეგმები, რომ შეიარაღების 80% ავტონომიური სისტემებით დააკომპლექტონ, სამხედრო სტრატეგიის ოფიციალურ წარდგენაზე განცხადდება. ქვეყნის თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2025 დასრულების ეტაპზეა. ახალი ცვლილებები მნიშვნელოვნად იმოქმედებს დიდი ბრიტანეთის არმიის რესურსების განაწილებაზე, წვრთნების კონცეფციებსა და სამხედრო ინდუსტრიულ შესაძლებლობებზე.